მამისა და ძისა და სულისა თმილისა და ყველას გილოცავ დანჩის ხატობას. დღეს კიდე მამა ანტონობას არის, იმიტომ რომ მამა ანტონი ჩამოიტანა ქრისტეს ხეთოვნელი ხატის ასლი. და ამიტომ ჩვენ მონასტერს ეძახია მთაებას ქრისტეს ხატის გამო. მონასტერში ვარ 83 წლიდან და აქ არის მამა ანტონის საფლავის მონასტერი დაარსა. 13 სული მამათაგანი მამა ანტონი იყო და ფიზიკურად თავიდან რომ მოვედი ჩვენ მონასტერს არც მანქანა ყავდა არც ფული ჰქონდა იმდენი და თან მეზარებოდა ჩვენ აფხაზეთიდან ვართ აფხაზეთის პატრიარქმა ეს მონასტერი მოგცა აფხაზეთიდან ტოვილებს და ოქტომბერი იყო რომ მოვედით მონასტერში აფხაზეთის ხალხი და რო ამტკიცებოდა კვილი მეზარებოდა ფეხით სიარული ექიმთან 5 კილომეტრი ასობამდე და მივიდოდი საფრანგეთიდან გამოვიდა და მაგრამ ეს მარტო კვილის გამო კი არა, რასაც ვთხოვდი, მამა ანტონი მეწეოდა. და ასევე თქვენს, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ მონასტრის კარები ყოველთვის ღია, მამა ანტონის საფლავდა და მიიღებთ ნუგეშს და შეწევნას. და ასევე მამაკაცებს შეგიძლიათ დარჩეთ მონასტერში 14 წლიდან ზემოთ. ვისაც სურვილებს შეგიძლიათ დარჩეთ მონასტერში, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას. ამას რატო ვუსვამ ხშირად ეროვნებას? იმიტომ რომ მე ვარ 67 წლისა. ჩემ დროს ღმერთი კი იყო ამოღებული და საერთოდ ცოდა არ მქონდა. ბიბლია გაგებული მქონდა, მაგრამ შინაარსი არ ვიცოდა. მიუხედავად ამისა, არ იყო ეროვნებების შორის ეს ახლა რაც არის. ეს ჩინელია, ეს ინდოელია, ეს თურქია, ეს რუსია და ამ დროს შენ ქრისტიანი თუ ხარ და ამ დროს ქრისტიანები ვართ, უმეტესობა 90% მოწმენები ვართ. რა გავიძდება რომ ქრისტეში ყველა ვართ ძმები და ხშირად მომყავს რომ ქართველები რო ხართ, ჩვენი პირველი მეფე მირიანი იყო წარმოშობით ირანელი. თბილისის ფარულად ითვლება აბო თბილელი და 300 წელი არაბების მონობის ქვეშ იყო საქართველოს. ქართულმა ეკლესიამ ფარულად დაერჩია აბო თბილელი. ამ დროს ამდენი წმინდანი იყო ქართველებს, ხო? რატო? იმიტომ რომ როცა გულში ღმერთია, იმას ქვია სული წმინდა. ხრება ეს შენ რუსი ხარ, შენ ჩინელი ხარ, შენ მტერი ხარ. ადამიანმა იცის, ვისაც სახარება აქვს წაკითხული რომ მტერი არის მარტო უხილავი მტერი და მისი სატანა და ბოროტი სულები და ჩვენი სწავლებით ქრისტიანები რო ხართ. იმ სატანას და ბოროტ სულებს აქვს მოქმედების თავისუფლება და როგორც მეთევზე ატყუებს თევზს ჭირით. ასევე ის ატყუებს ადამიანებს. ახლა მარტო კი არა 21 საუკუნეა და ეს სიძვა, რუშობა, მისაღები გახდა. აქ მარტო საქართველოს კი არა საუბარი. მარტო ესე იგი ვისაც რუსეთის ზუს, იმიტომ რომ ფიზიკურად წაგვეთვა ტერიტორიები 200 წელი მისი მონობის ქვეშ იყო საქართველოს. ამიტომ ესე იგი 30 წელია ითესება სიძულვილი რუსებისადმი, მაგრამ ადამიანებს რა ვიცდებათ რომ ვინც ისტორია იცით, კარგი იმპერია არ არსებობს. ხშირად ვამბობ, რომ ვინ ჩამაყარა ორი მომბი ხელოსნებმა ნაგასაკში, რა უყო ვიეტნამს, სერბეთს, ერაყს. და თვითონ ამერიკის პირველმა თქვა, რომ რასისტად ზაგრებს აკეთებდა წინამდებარი პრეზიდენტი. ამას ხო ამერიკა აკეთებს, აშუაშია ამერიკელი ხალხი, აშუაშია ინგლისური ენა, არაფერი შუაში არა. მაგრამ ამას ქვია პოლიტიკა. ასე იყო ჩვენ დროს, ვინც უფრო სიასაკი ვარ დამეთანხმებით. რომ საძირველი იყო ამერიკა, ევროპელი, ჩვენ ვიყავით პროლეტარები, მუშა ხალხი და ეს კაპიტალისტები იყო საზიზრობა. ესაა პოლიტიკა, მაგრამ ქრისტიანები თუ ხარ და ამ დროს ვართ 90% ვართ ქრისტიანები. უნდა ვიცოდეთ რომ ქრისტეში ვართ ყველა ძმები და ვინა ბედნიერი, ვინც ღმერთთან ერთობაშია. და ერთობაში როდის იქნები? როცა შენი აზრები და ფიქრები იქნება იგივე, რაც ღმერთს აქვს. აბა როგორ იქნები ღმერთთან ერთობაში? თუ იქნები სიზულვეში, თუ იქნები განკითხვაში. ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა, შენს ყველას გადარჩენა. ფიწერია ლოცვამტისათვის. რას ნიშნავს ეს? სანამ იმას ნიშნავს, რომ სანამ წუთისოფეში ვიქნებით, მოწმენი ადამიანებს ყოველთვის ეყოლებათ მტერი, როგორც ფიზიკური შილუეთის სახით, ასევე მტერი სულიერი მტერი მარტო იმაში კი არ არის, რა ქვია, რუსეთში ან ფიზიკური მტერი. აიღეთ მეზობლები საქართველოსი, ვინაა შენი მეგობარი. ასე იყო ყოველთვის პოლიტიკაში. ქვეყანა ქვეყნის მეგობარია მანამდე, სანამ არ გადაიკვეთება ინტერესები და ახალს ასე არის, მაგრამ რაშუაში აქვს
ფიზიკურად თუ წაგვეთვა ტერიტორიები რუსებისგან, რუსი დამოუკიდებლობა 200 წლიანი საქართველოს რაშუაში აქვს რუსი ხალხი, რუსული ენა. მით უმეტეს თუ მოწმე ხარ, თუ თვისახური ხარ, უნდა იცოდე რომ თმა არ დავარდება და ბეღური არ ჩამოვარდება, რომ ეს უფრო დახატეთ დღეს რუსია ჯოხი ადრე იყო მონღოლი, თურქი, ირანელი, გერმანელი ფაშისტები იშვება როდის, როცა შენ განაშორები ღმერთსა. შენ როცა მარტო ენაზე ხარ, ქრისტიანი და ეს ხო ჩანს ახლა რა ვარ ჩვენა. რატომ რავდებიან მუსულმანები? იმიტომ რომ ის იმათ შიშია, ესე იგი აბორტი არ ხდება იქ, ნაკლებად ხდება. შენ ქრისტიანი ქვია და ხარ მკვლელი და გინდა ღვთისგან წყალობა მიიღო. უმეტესობა. როგორ მიიღებ წყალობას? მიიღებ წყალობას მაშინ, როცა მარტო ენით არ იქნები. ღმერთთან და ბიძძერი და სანდის დანთებით. სიარებაც არაა საკმარისი. თუ გულით არ იქნები ღმერთთან, ამის მაგალითია იუდა მოციქული. ეზი არა, მაგრამ ვერ ეშველა, იმიტომ რომ ფული უყვარდა ამაზე მეტად. და ფულის გამო, ნუ გავყიდით. ღმერთსა. ფულის გამო, იმის გამო რუსეთისგან ვიჩაგრებით. ყველაფერში არ დავეთანხმო და თვალებში არ უყო და მაშინ რა მნიშვნელობა აქვს? თუ საბრძოლო კავშირში მონა იყავი. ამანამდე მეფის რუსეთის ხელში. რა მნიშვნელობა აქვს ვისი მონა იქნები? ქართველი თუ ხარ, რუსებისგან განთავისუფლება არ ნიშნავს ევროპის მონობას ან ამერიკის მონობას. ხშირად ვამბობ, რომ მიყვარს ფრანგი და ესპანელი, ამერიკელი ხალხი. ძალიან ბევრი ნაცნობები ყავს ამერიკაში, საფრანგეთში. მიყვარს, განსხვავება რა ჩემთვის. ჩინელია, ინდოელია, თუ აფრიკელია, თუ ამერიკელია, თუ რუსია, თუ ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს. და რატო იყო? იმიტომ რომ ისეთი ფილმები იყო, ისეთი მულტფილმები იყო, ისეთი თეატრები იყო, სადაც არ იყო რაც ახლა არის საშინელება, როგორი სერიალებია, რას უყურებთ, აი ჩემი ასაკის ხალხი. თურქული სერიალი ქვია თუ სხვა, ესე იგი, რა ხდება იქ რო უყურებ? მაინტერესებს აბა რას უყურებენ? ინტრიგები, სიძულვილი, შური, ყლელობები, ეს ხო მოქმედებს ადამიანს. როგორ შეიძლება შენ უფრო ცერსაკი რო ხარ, გაითვალისწინო, იწამლება შენი შვილი და შვილიშვილი. ბავშვები არიან ცარიელი კასეტები. ღმერთმა მოგცეს ცოცხალი რწმენა, ჩვენთან არის ღმერთი.